და ბოლოს ნული ახალი შემთხვევა, ნული სიკვდილიანობა, ნული დისკრიმინაცია ამ სლოგანით წელს შიდთან ბრძოლის მსოფლიო დღეს 160 ქვეყანაში აღნიშნავენ. თბილისში ამ დღესთან დაკავშირებით მთავრობის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონფერენცია ჩაატარეს. შეხვედრას აივ ინფიცირებულებით დაესწრნენ. აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა კი მსოფლიოში 35 მილიონს გადააჭარბა. საქართველოში წლევანდელი მონაცემებით 4640 შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები პრობლემას საზოგადოების არაინფორმირებულობაში ხედავენ. ნახეთ ნინი მეტრეველის რეპორტაჟი. მაესტროს რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. მიზეზი მარტივია, საზოგადოება მასთან ურთიერთობას ერიდება. 3 წლის წინ გაიგო, რომ აივ ინფიცირებულია. მკურნალობის კურსს რეგულარულად იტარებს და ამბობს, რომ შემოწმება აუცილებლად ყველამ უნდა გაიაროს. ძალიან ბევრი შინაურიც კიდე ერიდებოდა. ეს შინიათ რა. რავი, ალბათ ეს რო იყო ეგრე რომ საზოგადოებაში არ არის ინფორმაცია, ინფორმირებულები არ არის საერთოდ ამ დაავადებასთან დაკავშირებით. ელემენტარული ზოგადად რო შინჭიქით ნაპირალი დავლინოს. წელს შიდსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 515-ით გაიზარდა, თუმცა შიდსის ცენტრში ამბობენ, რომ მონაცემები მხოლოდ რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობას ეყრდნობა. ექიმები განმარტავენ, რომ ხშირად პაციენტები დიაგნოზის მოსმენაზე უარს ამბობენ, ნაწილი კი მკურნალობასაც წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტები უფასოა. სოფლიოში 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დღეს ამ ვირუსით და 19 მილიონმა არ იცის თავისი სტატუსის შესახებ და რაც შეეხება საქართველოს გამოვიკვლიეთ და ვნახეთ, რომ ყოველი 3-დან 2-მა არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ. რა თქმა უნდა, როდესაც დიაგნოზი არ ვიცით, ნელ-ნელა იმუნიტეტის დაქვეითებასთან ერთად ხდება დაავადების გავითარება და დაგვიანებულ შემთხვევაში მკურნალობაც ნაკლებ ეფექტურია. საზოგადოების არაინფორმირებულობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. ნული აივ ასოცირებული დისკრიმინაცია. ეს შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთი სლოგანია და საზოგადოებაში მის გავრცელებას ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემა კვლავ არსებობს. სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი დამოკიდებულება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს, შესაბამისად ეს უშლის ადამიანებს ხელს გაიგონ საკუთარი სტატუსის შესახებ და შესაბამისად დაგეგმონ, ასე ვთქვათ, საკუთარი ცხოვრება. აივ ინფიცირებულებს მედიკამენტებით გლობალური ფონდის დახმარებით უზრუნველყოფენ. არსებული ინფორმაციით ფონდი საქართველოს ტოვებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო შიდსით დაავადებულთა დახმარებას იმავე პროგრამით განაგრძობს. ფინანსად გაწერილი გეგმა არის გარდამავალი ეტაპის დაფინანსებით 2015-დან უკვე ჩაერთო გაზრდილი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და 2016 წლის ბოლოს მთლიანად გადაერთვება, მთლიანად აიღებს სახელმწიფო ამ ვალდებულებებს თავისთავად. სამედიცინო კონფერენცია და აივ ინფიცირებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ეს ღონისძიებები დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მიზეზი საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მათი ინფორმირებაა. მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოუწოდებს ყველას, რომ გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარონ. სპეციალისტების თქმით, აივ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს ანალიზის გაკეთება არ სურთ ან ამის საშუალება არ აქვთ. სწორედ ამიტომ წელს მობილურ ლაბორატორიაში მათ საშუალება ჰქონდათ ანალიზი უფასოდ გაეკეთებინათ და პასუხი 10 წუთში მიეღოთ.